მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე ეკასანიკიძე გახლავარ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მედიდეა. ჩვენი გადაცემა ძალიან ახალგაზრდაა, მხოლოდ მეორე სეზონია, რაც გადის ეთერში, მაგრამ თავიდანვე გვქონდა გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბებული და შეხედულებები იმის შესახებ, თუ რა ძირითად თემებზე უნდა გვესაუბრა. სათაურიდან გამომდინარე ხვდებით ალბათ, რომ მთავარი ჩვენთვის იყო როგორც ძველი, ისე ახალი იდეების შესახებ მსჯელობა. საინტერესო აქტუალურ თემებზე ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროში კამათიც კი, რომელიც იდეებს აგენერირებს, მაგრამ ცალკე ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო ხაზი ეს გახლავთ პერსონალიები. და დღეს სწორედ ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა გველოდება, რასაც ქვია ანგიოლოგია, ანგიოქირურგია, ისეთ საინტერესო სტუმართან ერთად, როგორიც არის ბატონი კონსტანტინე გრიფიანი. მოგესალმებით, ბატონო. მოგესალმებით, კალბატონიკა. დიდი მადლობა სტუდიაში მოგწამეთ. პირიქით, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ამ სტუდიაში ყოფნა. ბატონო კოტე, თქვენ როგორც პროფესორი, ანგიოქირურგი, ანგიოლოგი, სიზარღვთა და გულის დაავადებების სპეციალისტი, როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტერმინოლოგიური თვალსაზრისით, იმისთვის, რომ ჩვენი მაყურებელი კარგად გაერკვეს იმ სფეროში, რომელსაც თქვენ ემსახურებით და რა განსხვავებები არსებობს ონკოლოგიას, სისხლძარღვთა ქირურგიას და გულისა და სისხლძარღვთა ქირურგიის აი ამ დასახელებებს შორის. ეს საინტერესო თავიდანვე რომ გავარკვიოთ. აი მაგალითად სპეციალობა სისხლძარღვთა ქირურგია მთელ მსოფლიოში არის როგორც დამოუკიდებელი სპეციალობა. რუსეთში დღემდე არის შემორჩენილი სერდечно-სასუჯისто გულ-სისხლძარღვთა ქირურგია. ეს არასწორია, იმიტომ რომ აბსოლუტურად კი მომიჯნავე სპეციალობაა, მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვა. ეხლა ნახეთ რა იყო ეს საინტერესო კითხვა დამიშვით, ანგიოლოგია. ზოგი ანგიოლოგი ჩვენ მეც მეცახიან ანგიოლოგი ხარ სისხლძარღვთა ქირურგი, რა განსხვავება? ჩვენ ეს ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის და საამაყოდ კიდეც. აი ნახეთ, არის კარდიოლოგია, მაგრამ არის კარდიოქირურგია. ნახეთ, ქირურგია ისეთი დარგია, რომ ქირურგი უნდა იყოს საოპერაციოში და ბრწყინვალედ უნდა ასრულებდეს თავის საქმეს. მაგრამ ეს პაციენტები ხო ყოველთვის საოპერაციოში არ არიან, ან წინა საოპერაციო მდგომარეობა, ან ოპერაციის შემდეგი. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლა. ქირურგი არ არის ამისათვის მოცლი და მეცაც გეტყვით, ქირურგმა შეიძლება ის არც იცოდეს მართვა ამ პაციენტის და თავის დროზე 2098 წელს და მინდა გაუსხვა ხაზი, რომ ეს არ იყო იოლი, რომ დანერგვა როგორც სუბსპეციალობა შემოგვეტანა საქართველოში. მე დიდი მადლობელი ვარ, მაშინ იყო ამირან გამყრელიძე მინისტრი, ჩვენ აუხსენით, ვიბრძოლით, ამირანის სხვა შორის კი არ გვეკამათებოდა სხვა სპეციალობის, ასე ვთქვათ, ადამიანები გვეკამათებოდა რა არის საჭირო და აღმოჩნდა რომ საჭიროა, იმიტომ რომ ჯერ ისეთი ნახეთ ახლა ანგიოლოგი ის ფლობს მშვენივრად ეხოსკოპიას, დოპლერს, მე ერთი თვის შემდეგ პაციენტი როდესაც ურთულესი ოპერაციის შემდეგ სისხლძარღვთა ქირურგიის დარგით ჩატარებულს, ის მოდის იმ ანგიოლოგთან და კონტაქტია. ეს მე ვფიქრობ, რომ სასარგებლოა როგორც ანგიოქირურგიებისათვის, ისევე პაციენტისათვის და რა თქმა უნდა, ახალი სპეციალობა დაინერგა, ჩვენ ამით ვამაყობთ. სხვა შორის ყველა ქვეყნებში ეს არ არის. ევროპულ ქვეყნებში, აი მაგალითად გერმანიაში არის ესეთი სპეციალობა, შტატებში მაგალითად არ არის. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ სწორი გავაკეთეთ. გარკვეული სორტირება მოახდინეთ კომპეტენციების, მე ასე ვიტყოდ, იმიტომ რომ უკვე ვიცით რა არის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რა საზღურებში მოქმედებს ანგიოლოგი და რა არის კომპეტენციები და რა საჩარჩოებია სისხლძარღვთა ქირურგს. ის არის თერაპევტი და ეს არის კი ბატონო რეზიდენტურაში თერაპიაში და წელიწად ნახევარი ანგიოლოგიაში, რომელიც ღმაცოდნა ექნება ანგიოლოგიისა. ეს არ არის ქირურგი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი. კი და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ამით დავიწყეთ საუბარი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ თავარი რაც
მედიცინაში ხშირად გარკვეულ ქაოსს, გაუგებრობას იწვევს, როგორც კოლეგებს შორის, ისე მით უმეტეს პაციენტებთან ან მათი ოჯახის წევრებთან, ეს არის სწორედ კომპეტენციების აღრევა. რა უნდა გაკეთებულიყო და არ გაკეთეთ. ან თუ სტანდარტია, რა გვაქვს, რას უნდა შევადაროთ, მერე ხო, ესე თუ ის ქმედება იყო, ის სწორი იყო, არასწორი იყო სამედიცინო შეცდომა, დაუდევრობა, დანაშაული თუ სხვა. ამიტომ მე ახლა ასე გკითხავდით. ჯერჯერობით დიდი მადლობა იმისთვის, რომ იბრძოლეთ და გვაქვს ეს სპეციალობები და იმიჯნება ფუნქციები და ყველა აკეთებს თავის საქმეს. და ორი ხელი მერე ერთმანეთს ბანს რო იტყვიან და მერე ის კი პირს. აი ეს მოხდა ალბათ ანგიოლოგიის და სისხლძარღვთა ქირურგიის შემოღებით. მაგრამ აქვე საინტერესოა ისიც, რომ სისხლძარღვთა ქირურგი ტოპოგრაფიულადაც თუ არის განსხვავებული, დავუშვით, იმიტომ რომ ნეიროქირურგიაში გვაქვს ასევე სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, აი ესეც აუხსნათ მაყურებელს და მე უკვე ძალიან საინტერესო კითხვა გალონეკა, ნახეთ, რა არის სისხლძარღვთა ქირურგია? ჩვენ გამიჯნული გვქონდა წერია. ნახეთ, აი მაგალითად საძილი არტერი. ხო, საძილი არტერი, რომელიც კვებავს თავის ტვინს. იქ არის ჩაწერილი და ჩვენ ნეიროქირურგებთანაც გქონდა ამას საუბარი, მაგრამ ჩვენ პიონერები არა ვართ სოფლიოში. კი, რა თქმა უნდა. ექსტრაკრანიალური, ანუ რაც შეეხება თავის ტვინის შიდა სისხლძარღვებს კი არა, ექსტრაკრანიალური, ეს არის კომპეტენცია სისხლძარღვების. ეს არის სისხლძარღვთა ქირურგიის. რატო მოხდა ახლა? იცით, ბევრ ქვეყანაში ნეიროქირურგებმაც ჩაატარეს ესეთი, მაგრამ დაფუძნდა მთელ სოფლიოში, რომ სისხლძარღვთა ექსტრაკრანიალურ მიდგომას და იმის გამოსწორებას უფრო ხშირად აკეთებენ სისხლძარღვთა ქირურგები და როგორც ვთქვათ, დაფუძნდა ისე და დაილექა ის, რომ მთელ სოფლიოში ესე არ მიღებული. ეხლა თქვენ მეტი სისხლძარღვთა არის თირკმელი, მაგალითად, ხო? თირკმელი ხა უროლოგებმა შეიძლება თქვას, რომ რატო თირკმელს რატო ეხებით, ჩვენ ხანდახან ვეხებით, იმიტომ რომ თირკმლის არტერია, რომელიც კვებავს თავის. ამავ დროს შევიწროების დროს არის ეგრეთ წოდებული ვაზორენალური ჰიპერტენზია. ეს კომპეტენცია არის სისხლძარღვთა ქირურგიის. რა თქმა უნდა. ნუ სხვა დარგში, რომელიც მომიჯნავია, მე ვფიქრობ, დიდი პრობლემები არ არის. კარდიოქირურგია მაგალითად. აორტოკორონარული შიმტირება. რას ნიშნავს? იგივე სისხლძარღვთა ელემენტია. აუტოვენას აკერებს აორტასა და გულის კვებავს სისხლძარღვებს. ეს ხო ტექნიკა კი არ არის. სისხლძარღვთა ქირურგი სხვაშორის უკეთესად გააკეთებდა შეიძლება, მაგრამ მაგან არ იცის სისხლძარღვთა ქირურგია ის ღრმა ცოდნა რა, რაც კარდიოქირურგსაც კარდიოლოგიაში. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტექნიკა კი არ არის მთავარი. ცოდნა იმ დაავადებებისა, რასაც ასწორებ. აი ეს არის კონკრეტულ ორგანოს შეეხება. რა თქმა უნდა. კი ბატონო, მე მგონი ჩვენი მაყურებლისთვის ეს გასაგები გახდა ახლა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხანდახან იწევს გაუგებრობას, რატო გავაგზავნეთ ხომ სისხლძარღვთა ქირურგთან მოსული პაციენტი სისხლძარღვის პათოლოგიით და უშუალოდ სხვა სპეციალისტთან და პირიქით. საქმე იმაში გახლავთ, რომ მე ძალიან მინდა ჩვენი საუბარი წავმართო ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით და აი სწორედ ამიტომ მინდა გკითხოთ შემდეგი იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში დღეს ქართულ მედიცინაში შევაფასოთ სწორედ სისხლძარღვთა ქირურგია. თქვენ როგორც მთავარი ანგიოქირურგი საქართველოში. ეს არ არის ესეთი. შეიძლება ასე გიწოდოთ, კი, რა თქმა უნდა, მესმის უბრალოდ. მე თვითონ დავარქვევდი დიდი გამოცდილების მქონე, მაგრამ არსებობდა ასეთი სხვათაშორის წოდებაც და ამიტომ გავუსვი ამას ხაზი დიდი სიტყვოთი სიყვარული და პატივისცემით. თქვენი იმ განვლილი, რა თქმა უნდა, გზის გამო მართლა არსებობდა ასეთი მთავარი ქირურგი ქვეყნის და რესპუბლიკის და ამ შემდეგ იყო ასეთი დახარისხებაც. აი როგორ შეაფასებდით დღეს სუფთა პროფესიული აკადემიური თვალსაზრისით მიუკერძოებლად მდგომარეობას სისხლძარღვთა ქირურგიის საქართველოში? რა მიღწევები გვაქვს და რა გამოწვევები გვაქვს? ეხლა კი არ ჩავფიქრდი უბრალოდ იმდენი მომაწვა ბევრი მინდა თქვა და მინდა მოკლედ ჩავეტიო. ჯერ ესეთი მდგომარეობას საქართველოს სისხლძარღვთა ქირურგიის უბრწყინვალესია. მე მინდა კი არა რომ შეიძლება მე სულ ცოტაოდენ წვლილი მიმიძის, მაგრამ იყო კორიფეები, რომელიც აი ნოდარ ბოხოა წონებული, რომელიც იცით და ბევრი ხარ ჩამოთვლილი. რა თქმა უნდა. რომელმაც იცით აი კიდე საბჭოთა კავშირის დროს შემოიტანეს ის ინოვაციები,
უწყინარესი ქირურგი იყო და მეცნიერი. მე მაგის ჩემი მეგობარი იყო 5 წელი იყო განსხვავებული და სხვა კლინიკებში მუშაობდი და ძალიან ახლობლები ვიყავით და არ გვინდოდა ერთ კლინიკაში გვემუშავა, იმიტომ რომ არის სუბორდინაცია. ხო და მე ვერიდობ მაგალითად ქირურგიის ინსტიტუტში მუშაობდი და ის იყო კლინიკის საავადმყოფოში. და მე როდესაც 90-იან წლებში 3 წელი მომიწია მხოლოდ ერთად მუშაობდა როგორ ვინანე იცით რომ მანამდე ერთად არ მუშაობდით უწყინვალესი ადამიანი იყო და ისე შევეწყეთ რომ არ ვცნობდი რომ ის არის ჩემი მეგობარი დირექტორი მაგალითად და მე მაგისი თამაში აი ეს იყო ჩემი სინანულით ვამბობ რომ მქონდა საშუალება მანამდე გაგვერთიანებულიყო ეს ისე გადაუხვიე ასე თქვა თქვენს კითხვას მაგრამ გეტყვით დაინერგა აი ხა თუ შევადარით ხო ყველაფერი შედარებითა აი იმ კავკასიის ქვეყნებში სომხეთი ავიღოთ აზერბაიჯანი დღემდე არის და მაშინაც იყო ანგიოხირურგია იყო ძალიან მაღალ დონეზე. რა მოიტანა ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეა. მაგრამ როდესაც აირია ეს ყველაფერი ამას დავარქვევდი ხო შენარჩუნდა იცით რატო იმიტომ რომ ეთყობა ის ტრადიციები რომელიც იყო იმიტომ ჩვენ ახალი არ უნდა გამოგვეგობებინა იმიტომ რომ ყოველთვის შენობა როდესაც ფუნდამენტი იყოს და ძალიან არ გადვილდა მაგრამ ეს შევინარჩუნეთ ეხლა მინდა გითხრათ რომ სიზართა ქირურგია მაღალ დონეზეა საქართველოში ბევრი კლინიკები მარტო ჩვენ კლინიკა კი არა ბევრი კლინიკები ახალგაზრდა ქირურგები არიან უწყინვალესაც უწყებიან ეს მიხარია კიდე რამაგაც განაპირობა იცით ეხლა კიდე თუ შევადარებთ სულად ჩვენ საბჭოთა კავშირიდან მოვდივარ რუსეთში დღემდე არის ორდინატორი 2 წელიწადში უნდა გახდეს სპეციალისტი ეს შეუძლებელია ნახეთ თანაც ქირურგიაში აი მაგალითად ისრაელში 2001 წელს მგონი შევიმუშავეთ პროგრამა რეზიდენტობის პროგრამა რომელიც იყო, დაუშვათ ვერ გაუტოლდებოდით ევროპულ ქვეყნებს, შტატებს, სხვა განათლება სტუდენტებს. საწყისი განათლება. მაგრამ ჩვენ შევეცადეთ რომ მივუახლოვიყავით აი იმ სტანდარტს, რომლებიც შემუშავებული იყო. აი მაგალითად ისრაელში რომ გახდე სიზავთა ქირურგი 12 წელიწადი უნდა. რეზიდენტურა. წარმოიდგინეთ თქვენ 12 წელიწადი. ახევარი ცხოვრება. შტატებში უფრო 8 და ასე შემდეგ. ჩვენ შევიმუშავეთ 5 წელი. 5 წელი რას ნიშნავს რომ იქ ჯერეთი ზოგადი ქირურგი უნდა იყო, ქირურგი არ მოდის ციდან. ეს მოდის რომელიც სიცავთა ქირურგი უბრალოდ არ მოდის ციდან და ზოგადი ქირურგი უნდა იცოდე და ასე შემდეგ. ეხლა ამან მოუწა ის საშუალება რომ ორი რეზიდენტურა უნდა გაიაროს, ჯერ ზოგადი ქირურგიის ხო? პროგრამაშია სიცავთა ქირურგი 5 არის წელი და წელიწად ნახევარი არის. ესეც მე თქვენ კითხვას ვცდილობ რომ პასუხო რომ რა თქმა უნდა ყმაყოფილები არა ვარ გეტყვით კიდევაც ამისა რატო არა ვარ ყმაყოფილები მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა სისწრაფთა ქირურგია დღეს საქართველოში საკმაოდ კარგად განვითარდა მიკერძებული კარგ დონეზე ძალიან მიხარია იმიტომ რომ როდესაც ამას აფასებს პროფესიონალი და აქვს ამისი საფუძველი ბუნებრივია ეს ჩვენთვისაც ძალიან სანდო ინფორმაციაა და ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისაც, იმიტომ რომ დღეს გვაქვს ეს პრობლემა, როდესაც რაღაცა სერიოზული სამედიცინო საკითხი, როცა დგება დღის წესრიში, ყოველთვის ჩდება კითხვა, აქ ვიმკურნალოთ, საზღვარგარეთ წავიდეთ, როგორ მოვიქცეთ და მეც ყოველთვის მაქვს საამაყო, რომ არის გარკვეული მიმართულებები, რომელშიც ნამდვილად არ გვჭირდება პირიქით აქეთ ჩამოდიან ხშირად და ალბათ სამედიცინო ტურიზმისთვის ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ჩვენ შეგვიძლია სამინისტროსაც, ქვეყანასაც შევთავაზოთ გარკვეული ესეთი დარგები მედიცინაში, რომელშიც თუ ხელშეწყობა იქნება პირიქით აქეთ შეიძლება შემოვიდეს პაციენტის სამკურნალოდ მით უმეტეს ევროპაში ძალიან ძვირი ჯდება თუ რაღაც მიზეზის გამო დაზღვევა ვერ უფარავს ან სრულად ვერ უფარავს და ეძებენ სხვათა შორის ხშირად ისეთ ქვეყნებს სადაც მაღალ დონეზეა თვითონ ქირურგია თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ თუ გვექნება საშუალება ალბათ მოკლედ უნდა შევეხოთ წინა პერიოდსაც აი პრეაბილიტაციის იმისთვის რომ პაციენტი რაღაცნაირად მოვამზადოთ ასეთი რთული ოპერაციებისთვის როდესაც ეს არ არის სასწრაფო და გადაუდებელი შემთხვევები და ოპერაციის შემდგომი მოვლის თემები იმიტომ რომ აქ უკვე ბევრი რგოლი უნდა იყოს როგორც თქვენ აღნიშნეთ ჩართული იგივე სწორედ აქ გვჭირდება ანგიოლოგიც როგორც წინარე პერიოდში ისე შემდგომ პერიოდში პირველადი ჯანდაცვის ექიმის როლი როგორია თვითონ პაციენტის განსწავლის როლი მოკლედ ბევრი თემა ალბათ იმიტომ რომ
სიზართა ქირურგიაში განსაკუთრებით ახლა ბოლო პერიოდში რაც ინერგება ახალი ტექნოლოგიები, ახალი მეთოდები, აი თქვენც ახსენეთ იგივე პარკოჭის გადანერგვასთან დაკავშირებული ახალი მეთოდები შემდგომ მოვლასაც და პაციენტის ძალიან სერიოზულ განსწავლასაც საჭიროებს. ეს ალბათ რაღაც ისეთი ინტეგრაციული მედიცინისკენ და უფრო მულტიდისციპლინური მართვისკენ მიმავალი გზა არის, მაგრამ ამ წუთას მე მინდა ჩაუღრმავდეთ რეზიდენტურის თემას და აქვე გავშალოთ სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის თემა. რამდენად შეუწყო ხელი გარკვეულმა პირობებმა ანგიოქირურგიის შენარჩუნებას და განვითარებას ხელი ამაზე ჩვენ მოკლედ ვისაუბრეთ, მაგრამ რა არის ხელშემშლელი ფაქტორი, მოდით ეს თქვა. მეცნიერების დაუშვათ რაღაცა კუთხით და რეზიდენტურის გამოწვევების კუთხით. ეს არის პრობლემა რეზიდენტურის ჩვენს ქვეყანაში. ნახეთ, რეზიდენტი დაამთავრა 6 წელი ინსტიტუტი. დიახ. კი ბატონო. გადაწყვიტა რომ რეზიდენტი იყოს, გადაწყვიტა იქ ანგიოლოგიაში, სიძაბთა ქირურგიაში კარტიო არა აქვს მნიშვნელობა. მაგრამ 5 წელიწადი ნახეთ, 5 წელიწადი უნდა იშრომოს. და ეს შრომა არის ბარბაროსური. ბარბაროსური, იმიტომ რომ 24 საათი არ უნდა იყოს თუ გახდება თუ უნდა რომ გახდეს კაი სპეციალისტი. ქირურგია მეტი არაფერი არ არის. ეს არის ხელი, ეს არის მუდმივი, როგორ გითხრათ. მართლა არ მომირიდება, იცით, აი ეს ტიტანური შრომა. ის არ არის 5 საათზე და წავა. რეზიდენტის ამის უფლება არ აქვს. უნდა იმუშაოს. შედის ოპერაციაზე შეცვლა. აი ნახეთ 5 წელიწადი. ეს ახალგაზრდა კაცია, მე ხშირად მქონია ესეთი შეხვედრა ჩემ რეზიდენტებთან და აი 5 წელიწადი მუშაობს. ის იხდის ფულს. ფულს იხდის. არც ერთ ქვეყანაში ეს არ არის, რომ ისეთ ჩვენ რო გითხარით ის იმათ უხდიან ფულს სახელმწიფო. პირიქით ის იღებს ხელფასს, რა თქმა უნდა. ხა ნახეთ რა ხდება. ჩემთან არის რეზიდენტი, დაუშვათ 5-6, რომელიც მომწონდა რომ გახდეს. მეუბნება ბატონო კოტე. მე თქვენი რეზიდენტი ვარ, მაგრამ მე თქვენთან კლინიკაში ვერ ვიმუშავებ, იმიტომ რომ მე იძულებული ვარ, მე ოჯახი მყავს, 2 შვილი. მე იძულებული ვარ სხვადასხვა კლინიკებში ვიარო, მე გადამიხდიან ფულს, აი ასისტენტი როა და ასე შემდეგ, სხვადასხვა კლინიკებში. ეს არის, ძალიან ჩვენთან არის რა თქმა უნდა 5 რეზიდენტი, რომელიც გასამჯელოს იღებენ მუშაობაში, მაგრამ ეს შეუძლებელია რომ დაუშვათ იმ თანხით, რომელიც გამოიმუშავებს, ხო? როგორც ექიმი არა, ხო? იმან არჩინოს ოჯახი და უმრავლესობა ესეა. ის იძულებულია, იცით როგორ არის, იძულებულია სხვადასხვა კლინიკებში, სხვადასხვა ანუ რეზიდენტს აქვს თავისი პროგრამა, აი არ გაწერილია ყველაფერი. სწავლების პროცესია მაინც რაც არ უნდა ვთქვათ კი. ის არის ამის მოწყვეტილი. ეს არის უბედურება, იცით, რომელიც მე ვფიქრობ, ეს დაიხვეწება. მე მეორე საკითხი. როგორ უნდა გამოვასწავლოთ? აიქნებ ესეც გითხრათ. 3 მილიონიანი ისა ქვეყანა. ეხლა რომ გადახედოთ, რამდენი არის სიზავთა ქირურგი. ფანტასტიკურად ბევრი, რომელსაც აქვს ლიცენზია. ეხლა ყველა ხო არ არის ბრწყინვალე ქირურგი გასაგებია. არ შეიძლება რომ საქართველოში ამისა პატარა ქვეყანაში ესეც არ იყოს რეგულირებადი. ანუ რეზიდენტურა ვისაც უნდა გამოცხადებულია, კი კოტები არის, მაგრამ უზარმაზარი რაოდენობა სიზავთა ქირურგის. მე მაგალითს მოყვავ ინდოეთში. ეს ინდოეთში ხო მილიარდი ქვეყანა და მე კონგრესში შევეკითხე. უბრალოდ მაინტერესებდა რამდენია თქვენთან ლიცენზირებული ქირურგი. მილიარდ რამდენზე? წარმოიდგინეთ, იყო 197. ნახეთ, 200 ადამიანი, რომელიც ის არის, თანაც იცით როგორ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, ნახეთ, სიძავთა ქირურგი თუ თვეში ერთ ტიპის ოპერაციას, მაგალითად ანევრიზმა წელიწადში უფრო სწორედ არაკეთებს, ის უკვე დისკვალიფიცირდება. კი ბატონო, ქირურგი ესეთი რამეა უნდა როგორც პიანისტი და ასე შემდეგ. აი ეს პრობლემებია და მე ვფიქრობ, რომ ეს დალაგდება, მე იმედი მაქვს, ჯერ ესეთი იქნება რეზიდენტურის პროგრამა წილი, არ იქნება, სადაც არის ჭარბი რაოდენობა ლიცენზირებული ექიმის, ეს სამინისტროს პრეროგატივა უნდა დაარეგულიროს, ისე თქვას, აი იცით რა 5 წელიწადში ჩვენ გვჭირდება ქვეყანას, ჭირდება დაუშვათ 5-იან რამდენი იქნება ისა
ლიცენზირებული. ხო, ეს რა თქმა უნდა, არსებობს სტანდარტი, რა უდენობის მოსახლეობაზე, რამდენი უნდა იყოს ესა თუ სპეციალისტი. მოსახლეობა და ლიცენზირებული არის, მაგრამ გამოცდილება არ აქვს მაგას, მაგრამ მაგალითად გაიარა ის საფეხურები და ასე შემდეგ. ხო, კანონიერად მიიღო ეს ლიცენზია, მაგრამ გამოცდილებისთვის მე მეორე საკითხია ეგრეთ წოდებული ენდოვასკულარი ხირურგია, რომელიც პრეროგატივა რას ნიშნავს ენდოვასკულარი განაკვეთის გარეშე სიზავთა ხირურგია. ჩვენ გავაკეთეთ ისე რომ ცალკე სპეციალობა ზოგიერთ ქვეყნებში არის ეს ცალკე სპეციალობა რადიოლოგი მაგალითად და ჩვენთან არის აი რომელმაც მიიღო დაუშვათ ლიცენზია სიზავთა ხირურგიაში, მაგრამ ის არ არის ენდოვასკულარი პრობლემა, იმას თავისი ასე ვთქვათ ნიუანსები აქვს. წელიწად ნახევარი გავაკეთეთ რომ სუბსპეციალობას გახდა. გასაგებია. და ის აკეთებს ამ ჩარევას. ეს კარგია, მაგრამ ეხლა ძალიან ბევრი ყავს ჩვენ ეგრეთ წოდებული ლიცენზირებული ენდოვასკულარი ხირურგია. ნახეთ აქ რა არის სიზავთა ხირურგია მაინც რთული დარგია, ხო, მაინც ხირურგია და ენდოვასკულარი ტექნოლოგია ისე მოიტანა, რომ იოლად გასაკეთებელია. ესეც არის დიდი ტკივილი. მე ჯერ არ მაქვს ახსნა როგორ უნდა გაკეთდეს მართალი გითხრათ. აი ფიქრობდი ძალიან ბევრს ფიქრობდი ჩემ კოლეგებთან. არ მაქვს რეცეპტი. რა მეტყვი თვითონ კლინიკები ჩვენთან ხო კერძოა. დიახ. და აი ამ კერძო კლინიკაში შეიძლება თუ არა ესე დარეგულირდეს, რომ მესმის რო სრულიად უფასოდ შეიძლება ვერ გაიცეს, იმიტომ რომ მენტორს რაღაც გადასახადი უნდა მიეცეს, ის ხო დამატებით დროს ხარჯავს იმისთვის, რომ ასწავლოს დამწყებს და ახალგაზრდა კოლეგას, მაგრამ შეიძლება თუ არა რაღაცნაირად ესე გაიქვითოს, რომ რეზიდენტიც ხო დამხმარე ხელია და შესაბამისად ის კი ბატონო რომ ნაკლები გადაიხადოს, მაგრამ რატო უჯდება მაინც ძირი? მაინც არის ნახეთ იცი როგორ არის ეხლა ნუ დაუშვათ ჩვენს კლინიკაში მაგალითად არის ესა ხუთი რაიმე თანხას. არა, სახელმწიფო არაფერს არ უხდის, როგორ? არა, პირიქით ვამბობ, სახელმწიფოს ხომ არ აძლევთ თქვენ თანხას რეზიდენტის გადასახადიდან? ნახეთ როგორ არის. აი სიზავთა ხირურგია, რომელიც რეზიდენტი და უხდის, იმიტომ რომ ასისტენტია, მეორე გაწერილია ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ის ბევრი არიან, ეს განაწილება ვერ ხდება. ისე საკმაოდ ახლა დანაც ინფლაცია ის ვერ ოჯახს ვერ მოვა რეზიდენტურის გადასახადი გაკეთოს. ისიძულებული სასტრაფოში იმუშაოს, ისიძულებული პარალელურში და მოწყდება თავის მოვალეობას თავად. მაშინ ასე დავსვამ საკითხს, მაინც რომ არ შევეშვებით ცოტა ხანი რეზიდენტურის თემას, რატომ იცით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გვინდა ვისაუბროთ სხვა რაღაცეებზეც, ეს რომ ჩავხუროთ ეს თემა, რომ მე ეს კავშირშია, რა თქმა უნდა, იმასთანაც როგორ უნდა გაიშალოს სამეცნიერო კვლევითი, იმიტომ რომ ადრე ჩვენ გქონდა პრაქტიკული და სამეცნიერო კვლევითი და ექსპერიმენტული ქირურგიის ბოლოს და ბოლოს ცენტრები და ამავდროულად. დღეს ჩვენ გვაქვს მხოლოდ ესეთი კლინიკები, ასე ვთქვათ, პრაქტიკული საქმიანობისთვის, კლინიკური საქმიანობისთვის და კლინიკების უმრავლესობა არის შეიძლება ბაზა რომელიღაცა სხვა სამეცნიერო კვლევის, მაგრამ თავისი ესეთი ვთქვათ ინსტიტუცია, რასაც ქვია, რომ ისინი წარმოადგენენ არა მარტო პრაქტიკული, არამედ ექსპერიმენტული ან სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ასე ვთქვათ ცენტრსაც ასეთი რამ ცოტა იშვიათი გახდა უკვე ქვეყანაში და ამიტომ სანამ ამ თემაზე გადავალთ, უბრალოდ მინდა ჩავხუროთ, თუ ქვეყანა განსაზღვრავს, რომ მას ჭირდება წელიწადში 5 ანგიოქირურგი და 5-ვეს დაუფინანსებს სახელმწიფო პირობითად ვამბობ, იმიტომ რომ სახელმწიფოს ჭირდება ეს 5 დაუშვათ სპეციალისტი. ამ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ რაღაც გარკვეული უფრო რეალური შედეგი. და მე რა თქმა უნდა სახელმწიფოს ეკნება უფლება გაანაწილოს იქ სადაც ჭირდება. რა თქმა უნდა ჩვენ მივიღებთ შედეგს, მაგრამ იცით როგორ არის? აი, როდესაც არის გასვლას ხო არ გამოიწვევს ეს ამ სპეციალისტის სრულთა ქვეყნიდან ამიტომ ძირეული გარდაქმნა არის საჭირო. ძირეული გარდაქმნა ზოგადი რეფორმა რეზიდენტურის და არა მხოლოდ თქვენს სფეროში. არა, რა თქმა უნდა, ეს იგივე პრობლემებია სხვა დარგებში. სხვა დარგშიც კი, ჩვენ ამას ყველას ვეკითხებით და იმიტომ. მე ნუ გაწერილი აქვს, აი მაგალითად ჩემთან მოდიან რომელსაც თერაპევტი რომელიც გაწერილი აქვს ერთი თვე მაგალითად ანგიოლოგიაში. მოდის ის ადამიანი ბატონო კოტე შეიძლება რომ მე ისე მომდა ნუ მე ესე უკვე სამწუხაროდ რასაც მე ვამბობ ცუდია, მაგრამ ეს ხდება ის რაც არის, რეალობა ის არის.
რეალობა ეს არის და იმიტომ რომ არ არის საშუალება რომ ისწავლოთ. კარგით, მაშინ ეხლა ცოტა ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ ხედავთ თქვენ და რა პერსპექტივას ხედავთ იმაში რომ ამ სფეროში, როგორც ანგიოლოგიაში, ისე ანგიოქირურგიაში ცოტა მეტი იყოს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა და ამან კაი კითხვა. ეს იცით რა ეს არის კაი კითხვა, რატომ იცით? აი მაგალითად ჩემს თაობაში ხო მე მქონდა ინტერესი რატო? აი დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. დიახ. მე ვხვდები, ასე ვთქვათ, ცოტა კლინიკები იყო, აბსოლუტურად ცოტა ამდენი კლინიკები არისო. მე ვხვდები რაღაც მაქვს შანსი, რომ გავაგრძელო მეცნიერება. იმას გარდა კარიერაზე ვამბობ, არ ვამბობ მეცნიერება გადავდოთ ახ დროებით, ასე ვთქვათ. მე მაქვს ინტერესი დაუშვათ კარიერა რომ გავაკეთოთ, დოქტორი უნდა იყო. კლინიკის ხელმძღვანელი და ასე შემდეგ, ხო? ეს იყო რეალობა. ეს საბჭოთა კავშირი და კარგი იყო ეს. როდესაც რაღაც ეხლა ნახეთ როგორ არის. ეხლა მუშაობს კერძო კლინიკებია, გასაგებია, კერძო კლინიკებია და ნუ მეცნიერება როგორც თვითონ არ ფინანსდება და ეს არის პრობლემა, ხო? მაგრამ კვლევებია უამრავი. ადამიანს რომ დაიცვას საკანდიდატო ან დოქტორი რომ გახდეს, ხო, 1-5 წელი წინ უნდა იმუშაოს. ერთადერთი რაც მაგას აქვს ინტერესი, ხო, ეს იქნება რომ, ნუ ლიცენზი მიიღოს, რომ არის დოქტორი, ხო? დიახ. ამავე დროს უმრავლესობა არის მოწოდებული რომ გახდეს პროფესიონალი უფრო. ნუ შეიძლება მე ცუდ სიტყვას ხელოსანი. მესმის. ხელოსანი, ეს არის პრობლემა. ხელოსანი რა არის? ხელოსანი რომელიც არის რომ კარგად აკეთებს, ბრწყინვალედ აკეთებს ქირურგიას, მაგრამ ის არ გამოდის კონფერენციებზე, უცხოეთში არ მონაწილეობს, რომ მიიღოს, ასე თქვათ, დამუშავარი, იმიტომ რომ ინსტიტუტი არ არის, ის ინსტიტუტი რაზე ვამბობ, ინსტიტუტი სამეცნიეროზე კი არ ვამბობ, ინსტიტუტი მეცნიერებისა. რომელიც ასწავლიდნენ ინსტიტუცია როგორ უნდა დაწერო და უშუალოდ ნაშრომი კვლევა როგორ უნდა გააკეთო მოხსენება და ასე ჩვენ სხვა შორის ასოციაცია ხო ასწავლიან სტუდენტებს ადრე არის სიზდავთა მე ვფიქრობ რომ ეს მოვა ეს ისი გარდაქმნის პერიოდია და ყოველთვის არის გარდაქმნის პერიოდში რაღაცა პრობლემები ეხლა ასოციაცია და თქვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ და ის ვცდილობთ რომ რეზიდენტები გამოვიდნენ ისწავლონ და ჩვენ ვცდილობთ ამაზე მაგრამ იმდენად არის ეს იცით როგორ არის კლინიკები, ბევრი კლინიკები და სამწუხაროდ ყოველთვის ეს არის ბიზნესი. როგორც კი ბიზნესი ჩაერია და ძლიერად ჩაერია ბიზნესი, ეს ამან ყველაფერი დახურა. ნუ ეს რეალობაა, ჩვენ უნდა გაუსწოროთ თვალი. რეალობას. რა თქმა უნდა, ის უნდა გააკეთოს რაოდენობა ხარისხი რა თქმა უნდა იმ რაოდენობის, მაგრამ განვითარდება რომ შენ იქნებ უფრო უკეთესია ყოველდღე წაიკეთანას ახლა ისეთი იოლია ერთი წკაპული კი ჩვენ სამეთ არ უნდა ირბინონ ბიბლიოთეკებში და მე იყო ესეთი ზამთარში 7 საათზე დგებოდით იმიტომ კი უბრალოდ გავიარე ეს არ არის ეს ჩვეულებრივი და 7 საათი ახლა არის რამოდენიმე სიტყვა უნდა აკრიფო და უკვე მოვცეს სოფლიოში რა და მით უმეტეს ხელოვნური ინტელექტი უკვე მეტაანალიზსაც იკეთებს და ძალიან კარგია ეს ძალიან კარგი ჩვენ რაღაცნაირად მოკლედ ვცადეთ მიმოგვეხილა რა არის დარგი საქართველოში ამ ხრივ რა მდგომარეობა გვაქვს პრაქტიკული თვალსაზრისით სწავლების თვალსაზრისითაც და მეტნაკლებად კვლევით საქმიანობასაც შევეხეთ და მე გავიგე თქვენი პასუხი ეს მაინც თქვენ ხედავთ გამოსავალს დოქტორანტურის ფარგლებში რომ გაკეთდეს კვლევები უბრალოდ მეც ვფიქრობ რომ იმისთვის რომ არ გაგვექცნენ მონდომებული ახალგაზრდა შეიძლება მთელი ცხოვრება ოცნებობდა ადამიანი ანგიოქირურგიაზე და როდესაც შეიზღუდება ისედაც კვოტა არსებობს როგორც თქვენ ბრძანეთ მაგრამ კიდევ უფრო რო შეიზღუდოს მაგრამ მან რო თავისი ოცნება აისრულოს იძულებული გახდება ქვეყნიდან წავიდეს ანუ რაღაცა რისკი ამ შემცირებაშიც არსებობს რომ არ დავკარგოთ ისედაც ბევრი ტვინის მიგრაცია ხდება სამწუხაროდ საქართველოსთან განსაკუთრებით ჩვენს მედიცინის სფეროში. ასე რომ გარკვეული რისკები შესაძლებელია მართლა ყველაფერს ახდეს თან ამიტომ გადაწყვეტილებები ფრთხილად უნდა იყოს ალბათ მიღებული მაგრამ თავარი რაც ჩვენ მე მგონი დღეს ასე თუ ისე გამოვყავით ეს არის ის რომ დარგი არსებობს ცოცხლობს
ძალიან ბევრი პაციენტის მომსახურება შეუძლია საკმაოდ მაღალ დონეზე და ბუნებრივია ის ადამიანები, რომელსაც სურთ გარკვეული კარიერა გაიკეთონ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ახალგაზრდა მეცნიერებიც, რომელთაც ამ დარგში აინტერესებთ კვლევების ჩატარება, ალბათ სიამოვნებით მიიღებდნენ ახლა რაღაც გარკვეულ რჩევებს თქვენგანაც და მოისმენდნენ იმას თუ რა გზა გაიარეთ თქვენ ბატონო კოტე იმისთვის რომ მიგეღწიათ იმ პოზიციისთვის, იმ ხელოვნებისთვის, როგორც თქვენ ბრძანეთ და არა ხელოსნობისთვის, რომელიც ამ წუთას არის, რას ნიშნავს ექიმობა? შეიძლება ტექნიკურად იყოს შესანიშნავი, მაგრამ გაგიკვირდებათ ეგ ადამიანი როდესაც ასაკში შედის, ხო? ყოველთვის მით უმეტეს მე ყოველთვის მიყვარს ახლა არის კიდე კაი საცობები, ზიხარ მანქანაში, არავინ არ გიშლის, მარტო ხარ, არ ძღოლი არაფერი და ფიქრობ რა უნდა გააკეთო და მე სხვა შორის ბევრჯერ მიფიქრია მის შესახებ. აი მე მიფიქრია ჩემთვის დამექსმია კითხვა, აი თავიდან რომ დაიწყო, იქნები თუ არა? კი რა თქმა უნდა, აბსოლუტურად. იქნები ქირურგი ის რასაც ვარ აუცილებლად. ანუ მოგცათ თვით რეალიზების საშუალება ხო ამ პროფესიამ? იცით რა არის ქირურგია, იცით ესეთი დარგია რომ წარმატებები კი გაქვს, მაგრამ ბევრი წარმატებობა განიცდი. ეხლა ნახეთ, ჩემი ცხოვრება სოხუმში დავიბადე, ქალაქი სვისპირა, სხვა შორის ის არ გახსოვდება ბათუმისაგან. იმიტომ რომ მაინც იქ იყო სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. ამიტომ თავის სპეციფიკა იყო. 16 წლის ვიყავი. დედაჩემი იყო ექიმი, მამაჩემი ინჟინერი. და დედაჩემი იყო გინეკოლოგი. და ყოველთვის ბავშვი ვიყავი, ეხლა ყოველთვის მახსოვს, აი როდესაც სადმე კინოში წავიდე, ეს ჭუკუტაში, დედაჩემი ჭუკუტა ერქვა, თინაკა იყო. ხო, იცოდნენ ზედმეტსახელი. ბამაყოფდი. თუ რაღაცა იყო, ეს როგორ გავხდი ექიმი. საშუალო მოწაფე ვიყავი, არასოდეს არც ფრიადი არ, აი თავისებური იყო, სპორტს ვიზდებდი, მაგრამ მინდოდა მიბაძავ ხო შეულის, მინდოდა როგორც დედაჩემი როგორც ყოფილიყავი, ასეთი დამსახურების ბავშვობა, ერთი 10-12 წლის ამბავია. მე წავიკითხე ჯეკ ლონდონი. ყველა მაშინ ტელევიზია არ იყო და იქ არის ზღაპრის დასასრული, ხო? და იქ არის ერთი პერსონაჟი, ჯეკ ლონდონი მოგეხსენებათ სულ გმირი სასაკია, როსაც შენ კოსმონავტი არ გინდა იყო, მაშინ კოსმონავტი არ იყო. რომელიც და იქ არის ერთი, ნუ ყოველთვის არის ჯეკ ლონდონის ნაწარმოებები იყო, რომ აი ძალიან ისეთი კარგი და სწორი ხალხი იყო. და ერთ-ერთი ქირურგი, რომელიც ცოლი წავიდა სხვასთან და ამ ქირურგმა ძალიან უყვარდა და მე გადაარჩინა ის თავისი ესე იგი და მისცა საშუალება რომ ყოფილიყო თანაც ესეთი სიუჟეტია რომ ქალბატონი ეუბნება მე დავრჩები შენთან თუ იმ შემთხვევაში თუ შენ გადამირჩენ ამ ვიც უყვარდა და ხო და ისესაც თქვა ეს იცი რატო დამახსოვდა მაშინ მე ძალიან ფიქრობდი აი მაგრამ მაგარია ეს ქირურგი რა კარგი თვისე პიროვნება და მართლაც აღმოჩნდა ესე რომ ქირურგები მაინც სხვა მიკორძებულად არ იქნები საშუალო მოწაფე ვიყარ და მაშინ იცით როგორ არის სიცოცხლის ფასი იციან ხო სიცოცხლის ფასი და თანაც რა ვიცი აი მე ხანდახან ჩემს სტუდენტებს ვეკითხები რომ მე-6 კურსის სტუდენტები არიან და აწიეთ ხელი ვინ აირჩია თავისუფლად იქ არიან სხვადასხვა მაგრამ იშვიათია რომ ქირურგები მაგრამ იცით რატომ მე ვხსნი ამას იმიტომ რომ ქირურგია ეხლა როგორ თქვა არ მინდა რომ მიკერძიებლად მომხდეთ მაგრამ ძალიან დიდი შრომა უნდა ჩადო ნახეთ მე საშუალო მოწაფე ვიყავი და სტუდენტები რო გავხდი უკვე დავისახე რომ აუცილებლად ვიქნებოდი ტოროკლალური ქირურგი რატომღაც მაშინ სისწრაფთა ქირურგია მხოლოდ პირველ ნაჯბიჯებს ადგენს ეს რუსეთში ხდება ხო და პათანატომიაზე მიდიოდი და იქ დისერტაციას აკეთებდნენ უფროსი თაობის და მე მუშაობდი და სულ დილდა გამი ძაღლებზე ოპერაციებს ვაკეთებდი. ანუ ეს პირველი იყო შეხება, შეიძლება მაშინვე დამეწყო ეს არ არის ჩემი. ეს არ არის ჩემი ვიქცი, მაგრამ მომწონდა ეს. მე
ნახეს ყველას უყვარს მშრომელი ადამიანი 24 საათი მუშაობს და მე დავტოვეს კათედრაზე იმ ქალაქში და მე წავიდა. მაგრამ მე მინდა გითხრათ ერთი რამე, იცით? თუ აი ნახეთ 24 საათიდან დაახლოებით 12 საათს ხო ადამიანი ატარებს სამსახურში. წარმოიდგინეთ თქვენ თუ ეს 12 საათი იმისთვის მიდის რომ მოვალეობა შეასრულოს. ეს არის კატასტროფა. ეს არის კატასტროფა. მით უმეტეს ქირურგი რატომ მოვიტანე ეს არის? ქირურგიაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ შენ არ გიყვას იმას, რასაც აკეთებ, ვერავინ არ აგიძულებს. ეს არის კოშმარი დაუშვათ მე ჩემ ცხოვრებაში მინახია ასეთი ქირურგები, რომელიც აი 6 საათი ახლა და ხან 7 საათი მე უნდა გამოხდეთ, აი რომ მოვალეობას ასრულებთ. შეიძლება კარგად ასრულებდეთ, მაგრამ ეს არის მათთვის პიროვნულად ეს ჯოჯოხეთი. ამიტომაც მე ჩემ კოლეგებს ახალგაზრდებს ვუსმენთ, რომ აერჩიეთ, არა აქვს მნიშვნელობა ქირურგი იქნებით თუ სხვა, მაგრამ თქვენ უნდა მოგწონდეს, აი რაღაცა, აი უნდა თქვათ ეს არის ჩემი. ეს არის ჩემი, ეს მე მინდა. აი მაშინ ყველაფერი არა აუცილებელი არ არის იყოთ ასე ვუნდერკინდი არ რაღაც. აი თქვენ თუ მოგწონთ ეს არა, თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. მერწმუნეთ ეს მარტივია, აუცილებელი არ არის პრიოდოსადი იყო წითელი დიპლომი გქონდეს. მაგრამ ეს შენია, ბიზნესკენ მიდიხარ და აი არ ვიცი რა არის შენ. გამოდის ალბათ. ეს არის ძალიან რთული რომ შენ თქვა რომ ეს ჩემი არ არის იულისა. ეს უნდა იგრძნო. ეს უნდა იგრძნო. აი რაღაცა ისეთი მე-5, მე-6, მე-10 გრძნობა რომელსაც ეს შენია. და აი მაშინ აი ეს არის ალბათ საქმეს კი არ აკეთებ მაშინალურად, არა ამას გულისხმობ. ჩემი რეზიდენტი იყო ძალიან ჭკვიანი ბიჭი, ისე და მე მივდივარ უცხოეთში. მე უთხარი, ნახე, შენ თუ წარმატებული ხარ, ნახე, აი შენ გარშემო ხო არის კოლეგები. წარმატებული არა, კიდათ მატერიალურად, ყველანაირად იგივე არ დამალავ, იგივე დაუშვათ გამომუშავება აქვს, როგორც ევროპულ ქვეყანაში, წარმატებულ ექიმს. შენ გაქვს შანსი, რომ გახდე წარმატებული. აი რატომ მიდიხარ? ეცეთ რა პასუხა, კიკინები ქონდა. მე მინდა იმ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც მე რომ კიკინები რო ვაქვს, ეხლა მიყურებენ და ასეთი თვალებით მიყურებენ რომ აი რა ხარ და იქ მე მინდა იმ ქვეყანაში ვიყო სადაც მე არ მიყურებდი. თან ეს ჩამოვიდა მე მეგობრობთ მაგასთან და წარმატებულია გერმანიაშია. მე რა მინდა გითხრათ რომ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება შემოგხედონ რა ამას მნიშვნელობა შემოგხედონ მე რა მაინც ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია რომ წარმატებას მიაღწიო, მაგრამ ამაზე უნდა ძალიან დიდი შრომა. აი ხანდახან ფიქრობ რომ აი სადღაც ის მინდა, ეს მინდა, ესეც მინდა, ისეც მინდა, მაგრამ ეს უნდა გადადო და აი მაშინ იქნება აბსოლუტურად ერთი მიზნისკენ უნდა იარო, მაგრამ შენ უნდა მოგწონდეს, იმიტომ კი არა მე ვიქნები პროფესორი ან რამე, ეს შენი საქმეა. და იქნები რა თქმა უნდა პროფესორი თუ ამას მიყვები. ბატონო კოტა, იცით რა მინდა გითხოთ ამასთან მიმართებაში? მე მინდა რომ რაღაც რამდენიმე სიტყვით მაინც გავიხსენოთ აი აფხაზეთთან დაკავშირებული თემები და ამაზეც ვისაუბროთ, მაგრამ სანამ ამ თემაზე გადავალთ, ეს პირველი ნაწილი ძალიან ემოციური იყო. ანუ დასკვნა არის ესეთი, რომ თუ რაღაცა გვიყვარს ის ჩვენთვის საქმე კი არ არის, ის ფაქტობრივად ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ამიტომ არ ვიღლებთ სიამოვნებას. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვით რეალიზება თუ ხდება პიროვნების თავის საქმეში, ის ჰარმონიაში მოდის თავის თავთან, თავის შესაძლებლობებთან, თავის სურვილებთან და ბედნიერია. შეგვიძლია რა თქმა უნდა, აი მე ესა ვარ, ბედნიერი ვარ. იცით რა არის, ბევრი რამე გადავიტანე ხარ, არ ვიტყოდ, ნუ იოლად არაფერი არ მოდის, მაგრამ მაინც ბედნიერი ხარ, ასაკში ვარ. და რომ თქვი ხო ხდებით, იცი, პაციენტები თქვენ წარმოიდგინეთ საოპერაციიდან რომ მოდიხარ, ყოველთვის გამარჯვებული ხო არა ხარ. აი ცხოვრება არ გინდა. რა თქმა უნდა. ცხოვრება არ გინდა, ნუ განერები, რატო? იმიტომ რომ იცით ქირურგს აქვს შიში. შიში უშიშო ადამიანი არ არსებობს. აბსოლუტურად არ არის. თორე კარგად იცი რა გართულება შეიძლება მოყვეს. იმიტომ მე ვაკეთებ იმას და მართალი ვარ პაციენტ, მაგრამ შიში მაგრო შეხედავ, მე ნახეთ საოპერაციო შეიძლება მე ესე ძალიან იდეალურად ლაპარაკობ, მაგრამ მე ჭეშმარიტად ლაპარაკობ, რასაც ვფიქრობ. რასაც გრძნობთ კი. აი რომ გამოხვალ და იქ ნათესაებია და ისე და შეხედავ თვალებში რომ შენ ვერ გააკეთე, ისმაც ხო ვერ გაიგებენ. შეიძლება გაიგონ თუ გენდობიან, გაიგებენ, თუ ვერ გაიგებენ, აი რაღაცა გააკეთეს, რაღაცა. მე შიში მაგ იმისი რომ
აი თვალებში რომ შეხედავდა ეს პაციენტი ვერ გადაარჩინა. თუმცა მე რეცით რა ჩვენ კონფერენციაზე ხანდახან ემოციური ხდები ხოლმე. აი ჩემი კოლეგები ჩატარებენ ოპერაციას. კი არ ხდება პაციენტი რაღაცა წავიდა მე ძალიან ემოციური ვარ და მე ემოციური რატო ვარ? იმიტომ რომ ჩემი ახალგაზრდა მოწაფეებიო და ვეუბნები, აი მოდი გავანალიზოთ, იქნებ ესე გაგვეკეთებინა, ან ისე გაგვეკეთებინა. ეს შეცდომასაც არ დავარქმევ. უკეთესი გზა, შეცდომა ცუდი სიტყვა, შეცდომა პროფესიონალმა არ უნდა დაუშვას. ვარიანტი აი უკეთესი გზა, აი ასე გააკეთეს, სწორი იყო, მაგრამ იქნებ ეს ჯობდა, იმიტომ რომ ხვალ ასე იგივე სიტუაცია იქნება. და აი ანუ ეს არის რაღაც განვითარების და ზრდის მოთხოვნილება. აი გეტყვით გულახდილად, როდესაც იმართლებს თავს ადამიანი. აი ამაზე ბრაზდები. კაცო, ჩვენ იმისთვის კი არ არის, ეს არის ჩვენთვის და პაციენტისათვის, რომ შენ ხვალ მოდი იცი თქვა, აი ძალიან მიხარია, რომ ესაც მეტის პატონიკოტე იცი იქნება ესე გამაკეთე, ის ჩემთვის იქნება სუპერ ადამიანი, რომელიც იცით როგორ არის, აი რამდენი გავიარეთ ჩემ ცხოვრებაში და ყოველთვის როდესაც ვაკეთებ ხა ნაკლებად ვაკეთებ ოპერაციას, მაგრამ გავიარეს ყოველთვის როდესაც აკეთებ ოპერაციას, რა სხვა აი სამყარო აღარ არის, არაფერი არ არის, იქ ახარ და იქ არა. ნუ ეს ჩემი ინდივიდუალური განცდა და იმიტომ გეუბნებით, მაგრამ მე იქნებ ამას იცი რა არის, რატო ვამბობ, იქნებ ახალგაზრდებს, ვინც ამას მომისმეს, მე უნდა გადადოს ყველაფერი და თავისი ამბიციები, ემოციები და უნდა იყოს აი როგორ გითხრათ, აი შერტმული აი შენ საქმეზე რას ეხლა დღეს და მოსახდენი თავისით მოხდება, როცა გულწრფელად იმსახურებ. ეს არის ფორმულა, ეჭვი სულ უნდა კონდეს, კითხვა სულ უნდა კონდეს. ფორმულა წარმატებისა. ეს არის ფორმულა წარმატებისა. მეტი ვერაფერი ხა მე მენტორისავით იცი, ბევრი ისწავლე, ბევრი იკითხე, ეს თავის ალბათ გასაგებია. ჯერ ისეთი უნდა კონდეს აი შენი საქმე ეს შენი საქმე, შენ ეს გიყვარს. გიყვარს რა თქმა უნდა ადამიანი ეს ხა ექიმი თუ ადამიანი არ უყვარს ეს ის შენი დამოკიდებულება პროფესიისადმი, სიცოცხლისადმი პაციენტისადმი. იცით რა არის ქირურგია ის კი არ არის რომ დაუშვათ როდესაც აკეთებს ის იცის და აკეთებს, მაგრამ როდესაც გამოხვალ საოპერაციოდან ყოველთვის იფიქრე, სწორედ გავაკეთე მე ესა. სწორედ კი შეცდომას არ ვამბობ მე. იქნებ ეს ჯობდა. იქნებ ეს ნაკლებად გართულებული იყო, იქნებ რაღაცა. ნუ ეს იცით კარგია როდესაც აი მე რო გითხარით ემოციურად რო ისა, მაგრამ კიდე კარგი რომ ეს გადის. ეს გადის, თორემ რომ ეს იყო გამუდმებული და ეს კოშმარი იქნება. პიროვნული და პროფესიული იმიჯნება მე. ის სხვა პაციენტი როსაც გააკეთებ იმ ოპერაციას, ის უკვე გაახარწყებს იმ შენს დარდს, რომელიც იმ პაციენტმა წაიღო. ეს არის ცხოვრება ქირურგიის და მე მინდა რომ ძალიან სხვაშორის ერთჯერ რუსეთში მითხრეს რუსმა მითხრა, ციტირებ, გრუზინი რუკასტი ხირურგია. რუკასტი ხირურგია, ეს ხო ხვდებით რა. ეს მაგშე ეს გენებში გვაქვს ჩვენ ეთყობა გვენებში. ეს არის რომ შევადაროთ ახლა არ მინდა ვადარო სხვადასხვა ისე მაგრამ ეს ესია და უძველესიერი ვართ და ამიტომ აბსოლუტურად ეს არის კარგი, ეს არის კარგი. კეთილი და ვიდრე ჩვენ დავასრულებთ ჩვენს გადაცემას, მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ უკვე აი ამ ნაწილისთვის, იმიტომ რომ ასეთი გულწრფელი ემოციური საუბარი ალბათ იმითი არის ასიამოვნო ჩვენთვისაც ეხლა ამ წუთას, იმიტომ რომ ჩვენ სხვა ამით ვიკვებებით. ასეთი საუბრებით, იმიტომ რომ სულიც ხო უნდა იკვებებოდეს, ადამიანები ვართ ჩვენ, გარდა იმისა, რომ პროფესიონალები ვართ, ხო? და ერთმანეთთან საუბრით, რაღაც ვივსებით. ალბათ ვივსებით იმითაც, რომ პაციენტი კმაყოფილი მიდის ჩვენგან, ეს გასაგებია. და თავისთავად ცხადია ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მომავალი თაობის წარმომადგენელი, ანუ ის ბავშვები, რომლებიც ახლა მოდიან, რასაც ჩვენ ბავშვებს ვეძახით, მაგრამ ახალგაზრდები, ყმაწვილები, ვინც ჯერ კიდევ მერხთანს ხედან, ან ისინი, ვინც უკვე როგორც თქვენ ბრძანეთ, უკვე რეზიდენტურაზე ფიქრობენ, ან სწავლობენ და ახალგაზრდა ექიმები არიან. ალბათ მიხვდებიან, რომ თუ თავისი არ არის ეს საქმე, იპოვიან თავის ადგილს, როგორც თქვენ ბრძანეთ, და ვიგრძნო, რომ ჩემია, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ყველამ თუ ჩვენი ადგილი ვერ ვიპოვეთ, უადგილობის განცდა ალბათ ყველაზე დიდი ტკივილია ადამიანისათვის, არა ფიზიკური, არამედ რაღაცა სულიერი ტკივილი და
თქვენ ეს ადგილი ურჩიეთ რომ იპოვონ ადამიანებმა როგორც თავის პროფესიაში, ისე თავის ცხოვრებაში. და აი ამასთან მიმართებაში მინდა გადაცემა ისე არ დავხუროთ, რომ არ ვთქვათ, რას ნიშნავს მიუხედავად ძალიან დიდი შეურაცხყოფისა, ტკივილისა, ძალიან საშინელი შეგრძნების ამის რომ რაღაცა მოგაგლიჯეს, დაუმსახურებლად მოგექცნენ, მაინც მოემსახურო როგორც პროფესიონალი ნებისმიერი შენდამიმტრულად განწყობილი, ასე ვთქვათ, ადამიანს როგორც ექიმი პაციენტს. მაშინ როცა ეს ადამიანი შენი ქვეყნის მტერი ხდება. აიქნებ გავიხსენოთ ის ძიმე დღეები. ხა როგორ ყოველდღიურ პრაქტიკაში ხდება. ხა თქვენ იცით რომ აფხაზეთში, მედიცინა სხვადასხვა მიზეზების გამო ძალიან ჩამორჩა კი არა, საერთოდ ნოლის ფარგლებში ასე ვიტყოდი. პირველად დახმარებაში. კოლაფსია. ხა ბევრი პაციენტი მარტო ჩემ დარგში კი არა სხვადასხვა ონკოლოგიური მაგალითად და სხვა ჩამოდიან აფხაზეთში, რომელიც ახლა ცხოვრობს. ეხლა და ფაქტურად თვეში ერთხელ არის ეს პაციენტი, რომელიც აი ქართულადაც არ ლაპარაკობს და აკეთება თავის საქმეს. მე ვცდილობ, ვიცით როგორ ვცდილობ რაღაცა, თუმ კი არა რომ ეთყობა მე აფხაზეთიდან ავარ და იმიტომ რომ ვცდილობ მეტი ყურადღება ესე იგი გამოუჩინა ადამიანს. მე თვითონ არ ვიცი რატომ. აი რატომ მართლა აი მკითხები ხო, აი მე თვითონ არ ვიცი. აი რაღაცა ერთმა აფხაზს რო გაუკეთეს სურათი მაქვს დიდი იმაში რა ქვია კაბინეტში ზღვის ის აფხაზმა ხატვარმა დახარა. და თანასწორ რატო რა თამამემარულის მე ვფიქრობ რომ ის თანამემარულია. ალბათ იმიტომ მე ნოსტალგია მაქვს როდესაც აი ამ აქცენტსაც კი გავიგებ აფხაზურ აქცენტს უბრუნდებდი ჩემს ბავშვობას მეც ასევე და მე ბევრჯერ და განსაკუთრებული სოხუმელებს თავისებური საუბარი ისიც რომ განსაკუთრებული ყურადღებას უთმობ ამ ადამიანს ეს კარგია და ეს ჩვეულებრივია ჩემი გამოგონილი არ არის ექიმია ომის დროს ჩვენ როდესაც ვიყავით თან ისე მოხდა რომ აი ეს რესპუბლიკური საავადმყოფო წინა ხაზზე იყო იმიტომ რომ იყო გუმისტა და იქ აფხაზებიც იყვნენ დაჭრილები და ჩვენ ამას ვაკეთებდით მე ცხოვრებული მოსიძე უწყინვალესი ქირურგი ბადურ მოსიძე სულ იქ ვიყავით და იმიტომ რომ ეს ჩვენი მიწაწყალი იყო და ჩვენი ჭკივილი იყო ამიტომაც ემოციებს რა გეტყვით რომ აბსოლუტურად მაგრამ მე ერთი რამე გავიგე მე ხო კინოებში ვიყურებდი მხოლოდ ომს ჩემი თაობა ომის შემდეგ იგარი და ომის სხვა რამე ყოფილა სულ სხვა რამე უფრო უარესი რომელიც იქ ხატრული ფილმებია ის აბსოლუტურად აი კარგ კაცი გამოაჩენს ცუდ კაცს გამოაჩენს ეს ლაკმუსი მე თქვი კიდევაც ეს ერთ გადაცემაში რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მე ვკვირდებოდი ყოველდღე კი არ იყო ის ოპერაციები ხანდახან 3-4-6 საათი ვიყავით არაფერს არ ვაკეთებდით და ფიქრობდი სულ ხო აი იქ იყო აბსოლუტურად ეს აი ცუდი კაცი ომში თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება არ იყოს ისე აღმოჩენილი და იქ აბსოლუტურად აღმოჩნდება ეს საინტერესო ჩემთვისაც ეს აღმოჩენები იყო რომელიც მაშინ ვიყავი 40 წლის და ეს ჩემთვის იყო საინტერესო ამხრივ რომ ბევრი რამე ვნახე იმას ეხლა მე თქვენს ადგილას რომ თქვით დავუსხობდი კითხვას რა უარყოფითი ხარ თქვენ ახლა წარმოადგენთ რა და აი რა გაქვთ უარყოფითი რატო არ მისვამ იმიტომ რომ არ მგონია რომ რაიმე უარყოფითი კონდეს თქვენს ცხოვრებას და საქმიანობას არა რა თქმა უნდა აი გეტყვით ერთ ამბავს რომელიც მე კოლეგები არ იტყვიან რომ იცით როგორ ემოციური კაცი ვარ ქირურგიაში აი სადაც ისვენოთ იციან ჩემო კოლეგები აბსოლუტურად წყნარი მაგრამ დაახლოებით 94 წლიდან მე ვარ კლინიკის ხელმძღვანელი. ყოველდღიურად კონფერენცია. ეს კონფერენცია რა არის? ეს არ არის მხოლოდ რაპორტი და ასე. გარჩევა პაციენტების და ის განხილვა, გაანალიზება. როდესაც მე რაღაცა შენიშვნას მივცემ და შეიძლება დამსახურებულად, შეიძლება არა დამსახურებულად და ადამიანი ის კი არ ხედავს თავში რაღაცა პრობლემა. შეიძლება პროფესორი ცდება
დაუმსახურებლად. აი მაშინ ემოციები ჭარბობს, უკვე ჩემი ბაიციან ვერ ვიკავებ თავს და მე გამოვდივარ 15 წუთში, აი 15 წუთში და დავწნადი და როგორ ვნანობ, აი რატო ასე ემოციურად. ეს არის ჩემი ბედურება და ხანდახან ბოდიშები არ მომიხდია, მაგრამ ვცდილობ მე გამოვდივარ იქა რაღაცნაირად უთხრა რომ შევარბილო, არა და ძაფრი საუბარი იყო. ამიტომაც ადამიანმა არ უნდა იცოდეს თავის შეკავება. აბსოლუტურად უნდა იცოდეს. არ შეიძლება თუ ისე, იმიტომ რომ აწყენინებ იმას. მე ამაზე ვწყვეტ. თუ დამსახურება და მაინც არ უნდა აწყენინო. მე ცუდი სიტყვებით არ მოპარაკო, მაგრამ ხართ პრეფერენციონისტი, ამიტომ გინდათ ყველაფერი იყოს სრულყოფილი და როცა რაღაცა სრულყოფილი არ არის. აი ამიტომ ეს ხდება. პერფექციონისტები არიან ემოციურები ზოგადად. ადამიანი მოვიდა თქვენთან ცხვირი კი არ უნდა გამოასწორდეს, ესეც მნიშვნელოვანია, ან ვენები მოვიდა და განდო თან ჩვენი ქირურგია ისეთი რამეა, რომ სიცოცხლესთან არის დაკავშირებული, ხო? ხანში შესული ადამიანები განდო რა თავარი სიცოცხლე და შენ უნდა იყო მაქსიმალური. აბა სხვანაირად როგორ? ამიტომ აბე ჩემ კოლეგებს ვეუბნებით თუ ეს თქვენია, მაშინ გამოგივათ ყველაფერი. გეთანხმებით. სამწუხაროდ ჩვენი საუბარი და ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ საინტერესო ძალიან გულწრფელი თბილი საუბრისთვის, რომელიც აქ წარიმართა, რა თქმა უნდა, თუ პროფესიული კუთხით ჩაუღრმავდებით ძალიან ბევრ რაღაცაზე შეიძლება კიდევ საუბარი და ჩაშლა, მაგრამ მე ვფიქრობ, მთავარი დღეს გამოიკვეთა ის, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ექიმობაზე, როგორც პროფესიაზე, რაღაც ძალიან სხვა სიმაღლეა ექიმობა და მით უმეტესად ესეთი სიცოცხლესთან ასე ახლოს, სიკვდილ სიცოცხლესთან ასე ახლოს პირისპირ დგომის, ასე ვთქვათ, გამომწვევი პროფესიები, ქირურგია ამ შემთხვევაში მით უმეტეს სიზარდთა ქირურგია. და ალბათ აი იმ მაღალზნეობრივ ღირებულებებზე როცა ვსაუბრობთ, რასაც ქვია ყველაფრის მიუხედავად იყო მხოლოდ და მხოლოდ ექიმი, მხოლოდ და მხოლოდ იმ სამყაროში იყო და სხვა ყველაფერი დაივიწყო. მაშინ გამოდის რომ ეს ნამდვილად შენია. მე გეთანხმებით სრულიად და ვუსურვებ ახალგაზრდებს, რომ ეს იგზნონ კანის თითოეული უჯრედით, თითოეული სიზარღვით და ბუნებრივია იმ შემთხვევაში წავიდნენ იმ სფეროში მოღვაწეობისათვის, თუ ისინი შეძლებენ დადგნენ ყველაფერზე მაღლა და იყონ ზნეობრივად, ფიზიკურად, მორალურად, ცოდნით, უნარჩვევებით, ხელით, როგორც თქვენ ბრძანეთ, ყველანაირად მზად იმისათვის, რომ მოემსახურონ იმას, რასაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ქვია. თქვენ ამის საუკეთესო მაგალითი მიეცით დღეს, ვინც მოგისმინათ, გამგები, გაიგებდა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი გულწრფელი საუბრისთვის. კიდევ შემდგომ წარმატებებს გისურვებთ და გისურვებთ ძალიან ბევრი ღირსეული თქვენი შემდგომი შემცვლელი თაობა აღგეზარდოთ საქართველოსთვის, რომელიც სწორედ აქ იმუშავებს დიდი სიამოვნებით და არ გაგვექცევა აქედან მხოლოდ იმისთვის, რომ უფრო მაღალი ანაზღაურება, ან უკეთესი პირობები გქონდეს. მე კი თქვენ გიდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მომეცა საშუალება, რაც ფიქრობ, ვერაჟღერებ ხანდახან და მე მომეცა დღეს საშუალება, რომ ის რაც ჩემში არის და გულში მაქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისათვის. ამოისუნთქებს ადამიანი და ეს არის ძალიან ემოციურად და აი ყველაფრიანად გაზიარების ხიდი. და თანაც თუ რაღაცა პატარა ვიღაცას დავეხმარე ახალგაზრდა კოლეგას რომ ჩაფიქრდეს, არ ვიცი, რამდენად ეს მოახერხე, ეს იქნება ჩემთვის დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ წაადგება ჩვენ საქმეს, რასაც ქვია ექიმობა. დიდი მადლობა. კარგად ზამდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.